მიწევს ხოლმე ახლა ერთ-ერთი კურსის ფარგლებში ფროიდის ერთი ცენტრალური შრომის ერთი ილუზიის მომავალი ამისი გარჩა. მე ყოველთვის სამ კითხვას ჩემ სტუდენტებთან რაში ცდება ფროიდი? მაშინ როდესაც ის აკეთებს ესეთ პროგნოზს, რომ ჩვენი ერთ დღეს რელიგიის საჭიროება აღარ იქნება. და საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ ის რაც შეუძლია რაციონალურ სამყაროს მოუტანოს, თავის შემეცნებით, ცოდნაზე დაფუძნებული, გნებავთ ეკონომიკით, საზოგადოებით და ასე შემდეგ, მას პრინციპულად არ შეუძლია ერთი სუბიექტური მომენტის შეცვლა, ეს არის იმედი. ამიტომ ფროიდის მე ვიტყოდი თავის თეორიულ ჩარჩოში ჩასმა იმისა, რომ რატომ არის ეს მომავალი, სხვა რაღაცებთან. მისი ძირითადი შეცდომა არის, რომ ადამიანს აქვს ეს იმედი. და ყველაზე უკეთესი ბმა ამ იმედის, რადგან რეალობაში არ არის არაფერი ტრანსცენდენტთან, რომ რეალობის მიღმა არსებულთან. წესდელრიგით იმდენხანს უნდა შენარჩუნდეს, სანამ ჩვენთვის ემოციების, მოტივაციის, აფექტების, ვნებების, მოთხოვნილებები იქნება ჯერ კიდევ ჩვენს ყოფაში, ანუ ჩვენს რეალობაში, ჩვენს არში და მე იმედი მაქვს, რომ ამას ვერსად ვერ წაუვალთ. ამიტომ რელიგია ჩვენი თანხლები მოვლენა გახლავთ და მორწმუნე სხვა არაფერია, თუ არა რაღაცა ტიპის ან რაღაცა სტრუქტურის იმედის მატარებელი ამ ქვეყანაზე.